ძალიან დიდი ტრაგედია მთელი საქართველოსთვის, სამხედრო შეიარაღებული ძალებისთვის. ის იყო გამბედავი და ვაჟკაცი ბიჭი. მეორეჯერ იყო წასული ავღანეთში. გამოირჩეოდა, რა თქმა უნდა, სწორედ ესეთი გამბედაობით და მე ერთი რამ შემეძლია ვთქვა, რომ ერთადერთი ახლა რაც დაგვრჩა, რისკეთებად შეიძლება ეს რომ მოუფრთხილდეთ, მოუვაროთ მის ოჯახს. ყველა პირობა შეუქმნათ იმისთვის, რომ ეს ტრაგედია, დიდი ტრაგედია, რაც თავს დაატყდა კიკაძეების ოჯახს, გადავატანინოთ და მეტი სიფრთხილით, მეტი სიფხიზლით და მეტი სამხედრო პროფესიონალიზმით გავაგრძელოთ ჩვენი მოღვაწეობა საერთაშორისო ოპერაციებში, რომ ესეთი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ მომავალში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ახალი წელია და ზეიმია საქართველოში ჩვენთვის შეიარაღებული ძალებისთვის საკმაოდ მძიმე დღეა. ვაჟკაცი, მებრძოლი, კაპრალი გიორგი კიკაძე გამოაკლდა ჩვენს რიგებს და ნუ ეხლა ჩვენი ყველა ჩვენთაგანის ყველა ჯარისკაცი მთელი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ვალია, რომ ღირსეულად ამოუდგეთ ოჯახს გვერდში და ეს მძიმე დღე ღირსეულად გადავიტანოთ და ეს ყოფილიყოს ბოლო ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. ჩვენ ერთდროულად განვიცდით ტკივილს და სიამოვნებას. მართლაც გმირი ჯარისკაცები ყავს, რომელიც საქართველოს სახელს ღირსეულად იცავენ ავღანეთში და ამ ახალ წელს მე ვისურვებდი, რომ ეს იყოს ბოლო გარდაცვლილი გმირი ჯარისკაცი ავღანეთში და მომავალ წელს ჩვენ დანაკარგის გარეშე შევხვდეთ ახალ წელს.